ხშირად მშობლებს ასეთი რამე ჩვევია, რომ როდესაც ბავშვი ან ცუდ ხასიათზეა, რაღაცაზე გაბრაზებულია, გარდატეხის ასაკში. აი, ყველაფერს ვაბრალებთ გარდატეხის ასაკს. როგორ უნდა გავარჩიოთ მშობელმა გარდატეხის ასაკის ცვლილება თუ რეალურად რაღაცა კლინიკური პრობლემა აქვს ბავშვს? გარდატეხის ასაკი არის ასაკი, რომელიც, ყველა ადამიანს აქვს, ხო? ადამიანს აქვს, რა თქმა უნდა. ბიჭებს ცოტათი მოგვიანებით, გოგოებს უფრო ადრე, სპეციფიკა არის გოგოების გარდატეხის ასაკი, ბიჭების გარდატეხის ასაკი და მშობელმა როგორ უნდა გაიგოს. ჯერ ვიზუალურად იცვლება გოგოც, ბიჭიც. ბიჭიც უნდა იყოს მომზადებული ამ გარდატეხის ასაკისთვის და გოგოც, რა თქმა უნდა, იყოს მომზადებული ამ ასაკისთვის. და ალბათ ყველაზე კარგი არის განათლების მომენტი, როდესაც იმ განათლებაში ჩვენ ვასწავლით მშობელს, რა ტიპის შეცდომა არ უნდა დაუშვას. გარდატეხის ასაკში ხო დუღს ყველაფერი. აი ღვინოს რო შევადაროთ, ხო? როდესაც ჭურში ახალ ღვინოს ჩაასხავ და ის დუღს არ შეიძლება ჭურს დაახურო, იმიტომ რომ მან უნდა ისუნთქოს, ხო? გარდატეხის ასაკიც არის ისეთი ენდოკრინული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ცხვირი ეზდება, ფეხი ეზდება, სახე ხდება არაპროპორციული, სიმაღლეში უფრო გაიზრდება, ხმა შეგეცვლება და ენდოკრინული სისტემა გეცვლება და ამ მომენტში შენ თუ რაღაცის თრგუნავ ამას, ეს რა თქმა უნდა კარგ შედეგს არ მოგცემს. ხშირ შემთხვევაში მშობლები ნაკლებად არიან ამაში განათლებული და ამ განათლებას ადამიანი ღებულობს თავისი კლასელებისგან, თავისი ტოლებისგან, ქუჩიდან და ასე შემდეგ. და დღევანდელ დღეს კიდე ძალიან ბჭყალებში ვთქვა, ძალიან კაი განათლებას ღებულობენ ChatGPT-დან და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ChatGPT ან ეს სისტემა ხო არ მისცემს იმ სწორ მიმართულებას, იმიტომ რომ კარგია, მაგრამ კითხვა სწორი უნდა დაისვას. ბავშვი ამ შემთხვევაში სწორ კითხვას ვერ დასვამს. ამიტომ მშობელმა უნდა შეამჩნიოს, რომ ბავშვი რაღაცით წუხს. აქ კითხვა, რომლის დასვა მაგას ერიდება ან არ იცის. და მშობელს ეს გარდატეხის ასაკი გავლილი აქვს. ამიტომ ეს კითხვები მაგან უკვე იცის. იცის რისი კითხვა უნდა ბავშვს. ამიტომ დაასწარი, იკითხე, კითხე, დაუდექი გვერდში და აუხსენე. ერთ-ერთი მომენტი არის, როდესაც მშობელი ამბობს, თვალებზე გეტყობა რომ მატყუებ. ხო? და ბავშვები რა შვებია, დახუჭავენ თვალებს და ისე მოდიან, რომ ვერ დაინახოს ტყუილი. მაგრამ ეს ხო თვალებზე არ ჩანს, იმიტომ ეს არის მშობლის პირადი გამოცდილება, ხო? თვალებზე გეტყობა რომ მატყუებ. ხო. თავად როგორი მამა იყავით და რამდენად რაღაც კონფლიქტი ცოტა ცუდი სიტყვა, მაგრამ ეს აჯანყებები თუ ქონდათ ხოლმე ოჯახში შვილებისგან. კი. და როგორ უკრავდებოდით რაც თავად? მე გამიმართლა იმით, რომ ჩემი მეუღლე ფსიქიატრია. აქედან გამომდინარე, ხო, ამ მხრივ, მაგრამ უფრო მიადვილდებოდა, მაგრამ მეორე მხრივ ეს ჩვეულებრივი პროცესი იყო, რა თქმა უნდა, უამრავი შეცდომა გვაქვს ჩვენ ორივეს დაშვებული. დღევანდელ დღეს რომ ბევრი რაღაცეები გავიაროთ, ალბათ კიდევაც სხვანაირადაც გავაკეთებდით. ერთ-ერთი მომენტი იყო, რომ ერთ-ერთი შვილი, რომელიც ორივე მეცადინე და კარგი მშრომელი ბავშვები არიან, მეტი უნდა დაგეძალათ, რომ მე მეცადინეო. ეგ თქვენს, ხო? კი. აი, მე სანდროს უეუბნები, რომ მე ჩემთან გეკრება მეტი პრეტენზია, რომ რატო არ დამაძალე. ხო. დღევანდელ დღეს 30 წლის არის და მეუბნება მეტი უნდა დაგეძალათ, რომ მე მეცადინა. არადა ნუ ვაძალებდით. ეს უნდა მოვასმენინო იმ პატივცემულს ეს ნუ დაკვეთ. რა საინტერესო ადამიანი, ესე იგი, იმ მომენტში დარწმუნებული რომ დაგეძალებინათ, აქეთ ექნებოდა პრეტენზია რომ რატომ აძალებ? ხო, კი. მაგრამ ამ გადასახედიდან მიხვდა რომ საჭირო იყო. ამ გადასახედიდან მიხვდა და ალბათ ის შეცდომას, რაც მე დავუშვი, ჩვენ დავუშვით, გაითვალისწინებს.